ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. მაღალი ტემპერატურის დროს ინფექციები და საკვებით მოწამვლის ფაქტები ხშირია. სწორედ ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ზაფხულის ცხელ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ყოველთვის მატულობს ხოლმე ნაწლავთამწყალე ინფექციებისა და საკვებისმიერი მოშხამოების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ სიამოვნებისგან თავი დავიცვათ და ჯანმრთელად განვლოთ მთელი ზაფხულის პერიოდი. ეს წესებია პროდუქტების სწორი შენახვა, როგორც უმი, ასევე მომზადებული პროდუქციის, შემდგომ სწორი გამოყენება და სწორი მომზადება საკვებად და სუფთა ხელები ნებისმიერ შემთხვევაში. პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს იმას, რომ განცალკევებით უნდა ინახებოდეს უმი და მზა პროდუქტები და მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მათი ურთიერთშეხებას ნებისმიერ გარემოში. მზა პროდუქტები და მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და უნდა განთავსდეს აუცილებლად ცივ გარემოში. მოხმარების წინ პროდუქტი, რომელიც თბილად გამოიყენება, უნდა კარგად გაცხელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის უსაფრთხო. ნებისმიერ შემთხვევაში თუ პროდუქტს უმი იქნება ის თუ მზა დაერყვა რაიმე ორგანოლეპტიკა, ანუ არ მოგვეწონა ის ან შესახედავად, ან არომატი, ან სუნი მისი არის მძაფრი და შემაწუხებელი და ფიქრობთ, რომ შესაძლოა მასში არსებობდეს რაიმე მავნე ნივთიერება არ უნდა იქნეს გამოყენებული. პროდუქტის მომზადებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ხელების სრულფასოვანი კარგი გასუფთავება სუფთა სანდო ხარისხის წყლით.